მე მინდა ერთი განმარტება გავაკეთო. აი რაც შეეხება კაჭრეთის სიტუაციას. მე გითხარით წეღა რომ კაზრეთის. მე როგორც გითხარით ჩვენ მქონდა რაღაც გვაქვს, მაგრამ ეხლა ესეთი ძალა არ აქვს. ადამიანის ეკოლოგიის ექსპერტთა საბჭო, რომელშიც გაერთიანებული იყო 22 კათედრა. მე მაშინაც ვიბრძოდი იმის წინააღმდეგ, რომ ბავშვებს თუ გახსოვთ, ბევრს გახსოვთ ალბათ, ჭიფში აყრიდნენ რამდენიმე სამშობიაროში შხამიან ტოქსიურ ნივთიერებებს. აი ვხედავ თავსაც მიხდევ ზოგიერთი აქ და დიდი ომი მქონდა მაშინ, რასაც შემომიერთდნენ ჩვილების დასაცავად უამრავი ორგანიზაციები, მათ შორის აი მალხაზ გველუკაშვილის ისაკ მომსწრე და თანამებრძოლი ჩემი მაშინდელი. და ამ საბჭოში შემოდიოდა ხოლმე ყველანაირი საჩივრები, ძალიან ბევრი საჩივარი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კეთდებოდა უფასოდ, არავინ არაფერს არ გვიხდიდა, ოღონდ გაგვეტანა ჩვენი. მაგრამ მაშინ მოხდა ესეთი რამ, რომ ზურაბ ჟვანია იყო ცოცხალი და რამდენიმე წევრი ჩვენი საბჭოსი იყო მისი ყოფილი პედაგოგები, პროფესორები უნივერსიტეტის. და მიგვესვლებოდა ომბუდსმენი გვერდა მაშინ გვერდზე და მივახციეთ იმას, რომ დავადღმევინეთ მაშინ სახელმწიფოს 10 ფილტრი, რომელიც ფილტრავდნენ, იმიტომ რომ ანალიზები, რომელიც მოგვიტანეს მაშინ, რომელიც ავიღეთ, ჩვენ არ ვიღებთ, ჩვენ გამზადებულს ვაწვდით უკვე. და ჩვენ დავეხმარეთ ამ ადამიანებს, ჰქონდათ პროექტის გაკეთებული სხვა გუნდს, აი ამ ფილტრებისა და დავაყენეთ ეს ფილტრები. მე როგორ მოიშალა საწავიდა რა მოხდა უკვე აღარ ვიცი, იმიტომ რომ აღარც ის ხალხია ცოცხალი, ნუ ჟვანიასთან ლაპარაკი შეიძლებოდა და ბევრი რამე გავაჩერეთ კიდევაც იმ პერიოდში, მაგრამ მე უკვე აირია მონასტერი და ეხლა ყველაფერი უკონტროლებადია. ეხლა ძალიან საინტერესო პიროვნება ასევე ფსიქოლოგი, ნუ ბევრისთვის კარგად ცნობილი გიორგი ლობჟანიძე მოგვიყვება იმაზე თუ რა ხდება აი ზევიდან. ანუ ვიბრაციების გავლენაზე დღეს რა რეალობაშიც ვარ. მოგესალმებით, სვირფასო დავსწრე საზოგადოება, კარგად ისმის ხო შემოხმებული. კი ბატონო. ხო. საერთოდ ეს პროცესები იწყება ძალიან შორიდან რა. სადღაც 2020-დან დაიწყო უკვე სკოლები, მაგრამ ძირითადი სტარტი მაინც გვაქვს უფრო 90-იანი წლებიდან ალბათ, როდესაც დაიწყო უკვე შესაბამისი ორგანიზაციების დარეგისტრირება, გენერირება და უკვე მატერიალურ სამყაროსთან ინტეგრირება. ხო ესეა რა. და იქიდან იწყება უკვე სხვადასხვა ასე ვთქვათ, ეს იქნება გაეროს თუ ასე შემდგომ რეზოლუციების მიღება და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ძირითადი ასე ვთქვათ, მონელები ხარაზეც მინდა რომ დავაკავშირო, აქ მაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ფაქტორი წარდგენილი თქვენთან. იცოდეთ, რამდენი ეცნობით, მაგალითად აი კითხვას დაგისვამთ, სად არის დავოსის კონგრესზე მაქვს საუბარი, სადაც ითქვა, რომ 2030 წლისთვის უკვე ნოკიას გენერალური დირექტორი, ვინც არის პეკა ლუნდმარკი, მან დაანონსა ჩიპების, ახალი ჩიპების შემოღება, სადაც უკვე ადამიანებს ჩვეულებრივად შეეძლებათ აი დაკავშირება ერთმანეთთან, მობილური აღარ იქნება ფაქტობრივად საჭირო და მობილურის ფუნქციებს უკვე გაწევს თვითონ სხვადასხვა იმპლანტები. ეს არის საშინელი, ენერგეტიკული კუთხით ეს არის ჩვეულებრივი, რა ვიცი, გნევავცნობასია და არ გითამასქნებოთ რაც გინდათ ის და აი იქიდან მიდის ძირითადად მოვლენები რა, ადამიანები ფსიქოსომატური კუთხით და არა მარტო ფსიქოსომატური კუთხით, არამედ ძირითადი ეს ასე ვთქვათ, სხვადასხვა სახის ნერვოზები, ფსიქოზები რაც არსებობს, თქვენ რომ გადახედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფ მოსახლეობაზე ითხოვენ ხოლმე აი სოციალურ-ფსიქოლოგიის ოფიციალური წარმომადგენელი ვარ ახლა საქართველოში და ითხოვენ ხოლმე კონკრეტული სახის ასე ვთქვათ მონაცემს თუ 2% იყო ხოლმე ადრე ძირითადი პრობლემა ვისაც აწუხებდა ფსიქოზი, ნერვოზი და ასე შემდგომ. ეხლა ეს რიცხვები არის გაზრდილი 5%, 10%, 15% და ეს მაშინ როდესაც ჩვენ ხედავთ აი საზოგადოებრივი სინგიჟის ფაქტობრივად ნორმებში მისცემს ცხოვრება რა. და აი 2030 წლისთვის ეს პეკა ასე ვთქვათ, ნორმალკი, რასაც აკეთებს და რა ვიცი შემოთავაზებას მას უნდა, ხო ეს მოიტანს კიდევ ერთხელ უმოვლეს საშინელ შედეგებს. ამიტომ ჩვენ ახლა ზოგიერთი კუთხით ხართ ამ სოციალური ფსიქოლოგია, მაინც სოციალურ ინტეგრაციებს სწავლობს, ხო? და სოციუმში და სოციალურ ქსელებში ჩვენ ვხედავთ რა რაც ხდება. დაჭრა, დაგსაქსვა,
რაღაც ასე ვთქვათ, ერთმანეთსადმი ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გავერთიანდეთ, გვაქვს ხოლმე რაღაც უასწრო დაპირისპირებები რა. რომელსაც მე არანაირად არ მივესალმები და ყოველთვის ვცდილობ ხოლმე კაცო იმას, რომ ადამიანები უფრო მეტად შევძლოთ ერთმანეთთან ინტეგრირება, იმიტომ რომ დრო ისეთი მოდის და წლები ისეთი მოდის. ეხლა სულ მალე დაიწყება მე ჩემი უცხოელი გოგონები მყავს სხვათა შორის. იმიტომ რომ მე ჟურნალისტი ვარ კიდევ ერთი პროფესიით, რადიო ცნობებში მუშაობ ამ სამს და ირანის, ამერიკის ომი ეს ფაქტობრივად გზაში გვაქვს უკვე რა. ამიტომ ასეთ რთულ სიტუაციებში ამის ასე ვთქვათ, ასე როგორც ასეთი უკონტროლოთ წაგვანა და რა ვიცი, აი თქვენ აი ზოგიერთი ადამიანი ვერც იაზრებს ხოლმე, ვერც აზროვნებს რა გველოდება უბრალოდ რა. ამიტომ თუ ჩვენ ცოტა უფრო მეტად ასე ვთქვათ არ გავიხედებით შორჭრელში, ისე ასეთი დაჭმით და დაგსაჩვენს არაფერი არ გვეშველება. და ადამიანები ხარ ადამიანისგან მოყოლებული რაც დაცემულ სიტუაციაში იმყოფება ადამიანი, დაცემული მდგომარეობა ნიშნავს იმას, რომ სუბიექტური ხარ, აბა რა ხარ. და რეალური ობიექტურობა აქ არავის არ უნდა. და აი ესეთი გლობალისტების და ასე ვთქვათ მათ ხელში გვიწევს ფაქტობრივად ესე იგი მოღვაწეობა და ნუ რა ნაწლებსაც გავდივართ ხედავთ ხო ნათლად. და მე არ შემიძლია ერთი მაგალითი არ მოვიყვანო, ჩემი მეგობარი აი კოლონიალურთან დაკავშირებით მინდა წინაზეც მივიდა ეს მე თქვა და ახლა ვიტყვი რომ როდესაც მას მამა გაუხდა ცუდად იქიდან დაარეკა სხვათა შორის იმდაცმა რომ კლაუნი რა ფაქტობრივად წამიმანეთ აქედან და იმ ადამიანს ერთ კვირაში ორი მშობელი გარდაეცვალა საშინაო მდგომარეობაში ჩავარდა და მობილური დარჩა იმ კაცს სხვათა შორის ღიან გახსნით სადაც საუბარი ისმოდა და ეუბნებოდა იქით რომ ამ წამალს რაღაც უნას მოვე ხო დავდივარ უკვე რა და ეს ადამიანი გარდაიცვალა მე მეუბნებაც მიყვა და მას ექიმებმა ცალკე დანაშაული ჩაიდინეს კიდე საერთოდ მან ჩვენს მიმდინარე მატერიალურ სამყაროში. მასმედიაზე საუბარი ზემიტია, იმიტომ რომ მასმედია არის ოფიციალურად ოკუპირებული, პირდაპირ გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ვარ ჩემი ერთ-ერთი პროფესიით, ეს არის ჩვეულებრივი, ნუ არ ვიცი, მარაზმი, ნუ რას მაგას გააკეთეს, არ ვიცი, აი შიშის კიდე ენერგოინფლაცია არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი. შიში კლავს პირდაპირ ადამიანს, ასაც ვერნები ხოლმე, ენერგოინფლაციური კუთხით, არ ისმით ამათ. ალტერნატიული ბუნებრივი მედიცინა ამათ საერთოდ არ უნდათ. ხსენებაც არ უნდათ ამ ყველაფრის. ხო. და ვიმეორებ რა, არ დავიწყები ამის გამორებით, რომ ჩვენ ზოგადად პერიოდები ბოლოდება, ზოგადად ესე იგი იმდენად დაძაბული განსაკუთრებით არ მარტო პანდემიების, აი თქვენ ყველამ იახსენეთ ახლა აქ რომ პანდემიური კუთხით იქნება, როგორც ასეთი დაანონსებული ტეტროსი არის მე მგონი ხო, ეს ჯანმოს ოფიციალური გენერალური დირექტორი ვინც არის, მაგრამ მაგის გარდა ეს სამომავლო მდგომარეობები შემოდის ახლა დინამიკაზე. მე არ ვარ ნეგატივის გამავრცელებელი, არც მჭირდება, უბრალოდ სიმართლე უნდა ელაპარაკო, რომ ადამიანები შეამზადოს ცოტა ამ კუთხით რა. დღეს იყო ახლა სხვათა შორის ირანისა და ამერიკის ეს გენერალური მათი საგლების შეხვედრა და ეხლა ვერ ვუდებით ყველა ხო როგორ დამთავრდა რა მოხდა რამეერად, იმიტომ რომ ამაზე კიდე ბევრი რაღაც იქნება დამოკიდებული და ახლო აღმოსავლეთში უნდა განვითარდეს გადამწყვეტი ბრძოლები. აი ეს მეორე მოსვლა რასაც თქვენ ახსენეთ მაგალითად რამდენიმე წუთის წინ ბოლონჟანი და ასე შემდგომ. იქითკენ მიდის ეს მოვლენები, კალიუმა და აღმოსავლური თემებია კიდე რასაც ეხლა ჩვენ დავდივართ ხო რაღაც სერვიში და ეს ჩავა ბოლომდე. თუ ადამიანმა არ გაიაზრეს ერთი რაღაც რომ 2019 წლამდე რა ცხოვრებაც იყო ის ცხოვრება აღარ დაბრუნდება. თუნდაც ელოდებით მაგას. გამორიცხული ვარიანტია. იმიტომ რომ ყველაფერი თავშია გადაწყვეტილი უკვე. ფერს უნდა დრო იქ ხო. არა იცი როგორი სიტუაცია არ ვიყა. საქართველოში ნახავთ შედარებითი არის ყველაფერი დიდი იმედი მაქვს რომ უფრო მეტად გადავიდათ, მაგრამ ის რაც გასაუბრებელი ეხა მაგას ვერაცდები, იმიტომ რომ ჯერ კიდე როდის ითქვა ხო ეხა იგივე ძველი წყაროები რომ გავიხსენოთ არა მარტო ბიბლიის, არამედ სხვადასხვა რაღაც მინდა წერილების რაც გვაქვს მოცემული. ამიტომ აი ეგენ მიდის ჩვენი ასე ვთქვათ ყოფილ ცხოვრება და ეხა ჩემს იცი რა არის აი უცხოელი კოლეგები მის ყავს მაინც ვისთანაც მაქვს აქტიური შეკება იგივე ახლო აღმოსავლეთში, ირანში და სხვაგან ჩემი კოლეგები, აი მათგან მივიღებ ხოლმე კიდე სულ სხვანაირ ინფორმაციებს, აი რაც ხდება სოციალური ინტეგრაციის პროცესში რა ადამიანებს შორის და იმიტომ რომ სოციალური ფსიქოლოგია ესეთი მეცნიერება, რომელსაც ჭირდება ხოლმე დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, დამსწრე საზოგადოებას მათთან და იქიდან გამოგვაქვს კიდე ხო ცნობები. ამიტომ ჩვენ მე ვისურვებდი უფრო მეტ ინტეგრაციას, შეგამშირებას, დაახლოებას ერთმანეთთან, გაცნობას, კომუნიკაციას რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში. ხელი ხელს ბანს და უფრო მარტივად გადავივლით და გადავლახავთ ამ ყველაფერს. დიდი მადლობა გულობდებისთვის.